ცეცხლი ოლიგარქია სწორედ ეს შეძახილები ისმოდა იმ პროცესზე, რომელზეც დავით თეთრაულმა მოსამართლემ 10 დღიან პატიმრობაში გაუშვა უჩა ქემაშვილი. მან საკუთარ სიტყვაშიც აღნიშნა და აგრეთვე ადვოკატიც იზიარებს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, რომ უჩა ქემაშვილი არის აბსოლუტურად უდანაშაულო, რომ ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის რეალობასთან და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტეს ის, რომ უჩა ქემაშვილი ისჯება ქართული ოცნების სიმბოლიკის დაცვის გამო. ამ სიმბოლიკას თავად ქემაშვილმა ნაჭერი და ძონძი უწოდა, აცხადებს, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დროშა და რომ თავს დამნაშავედ საერთოდ არ თვლის მისი დაცვის გამო. ამბობს, რომ როდესაც გამოვა თუ კი სიტუაცია და საჭიროება მოითხოვს, ამას კვლავ გააკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ქართულ ოცნებას ქვეყანა რუსეთისაკენ მიყავს, ის აშორებს საქართველოს დასავლეთს, ევროპას, ამერიკას, სწორედ ამიტომ საკუთარი გამოხატვის დემოკრატიული ფორმებით კვლავაც გამორჩეული იქნება მომდევნო პერიოდის განმავლობაში და გააკეთებს იმას დემოკრატიული გამოხატვის ფორმებში ასევე, რასაც საჭიროდ ჩათვლის. არ დამეთანხმოთ, რომ ტელეფონი წამართოს, ბლოკი მომახსნევდეს და დაახლოებით 40 წუთი ბატონო მოსამართლე დადიოდა ინფორმაციას ამოწმენ, რას აკეთებენ მეცავის. მოვიდნენ ინფორმაციო ჩაცმულები, აი სულია თავი უფრო ბანდიტური დაჯგუფება მეგონა, სანამ შკოდას დავინახავდი დაბუღუმინებიანს. შავებში ჩაცმულები მოვიდნენ ბატონო მოსამართლე, მანქანის კარები გამიღეს და გადმოიყვანეს იქიდან. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ვიყავი რუსთაველის გამზირზე და იქ იყო ფილმის ჩვენება, თუ ის ოკუპანტები რას უკეთებენ ჩვენ დებს და ძმებს, ამის გამო დავუწვი მე რაღაცა ტერორისტული დაჯგუფების რაღაცა ძონძი, მე იმ დროშას ვერ უწოდებ, ჩვენი დროშა არის ხუჭურიანი დროშა და იმის გამო მე თავსაც შევწირავ ამას ამ სიტყვების მიაც მწვენია და მოხდა ამის გამო ჩემი დაკავება ბატონო მოსამართლე. არანაირი დაუმორჩილებლობა, არ ნამუშევარი სახელმწიფო და სპეციალურ სამსახურში და ჩემთვის ძალიან ცნობილია ხა პოლიციის დაუმორჩილებლობა, რაც გამოიწვევდა. ასე რომ არანაირი დაუმორჩილებლობა შემოგვიდა ადგილი არ ქონია. უჩა ქემაშვილი ცნობილი სამართალთან ახლო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა უჩა ქემაშვილის მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ქვეყანაში სასამართლო აღარ არის. ადმინისტრაციულ ამ სასამართლოში მკვდარი არის სამართალი და სიმართლე. დღეს უჩა ქემაშვილი დააკავეს, დაიჭირეს, სადღაც ჯურმუში ჩასვეს ახლა ციხეში იმის გამო, რომ თურმე აქციებზე ალუჩას არიგებს, იმის გამო ჩასვეს თურმე რომ რაღაც ნაჭერი დაწვა და ამის გამო ხო ვერ დააკავებდნენ. მე შეუთითხრეს რაღაც საქმე, თითქოს ათეულობით პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა თავის სახლთან და თავის სახლთან ზვარკეთილის პოლიცია კი არ იყო, გამოედევნენ რუსთაველის ტერიტორიიდან პოლიციელები ათეულობით და დააკავეს და დღეს უკანონოდ დააკავეს უჩა და გამოჩნდა ხო სასამართლო დარბაზში, რომ ეს პოლიციელები ჩაიჭრენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, იყო პატიმრობას ელოდება კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი, ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს ბექა პაპაშვილის პროცესი. მას თეა წულუკიანისათვის სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. საქმე ეხება მის სახლთან გამართულ აქციას. პაპაშვილს აქვს აბსოლუტური მოლოდინი იმისა, რომ მასაც თანამებრძოლებისა და თანამოაზრეების მსგავსად გაუშვებენ ციხეში. აცხადებს, რომ ამის ყველაზე ნათელი მკაფიო და ცალსახა დადასტურება არის ალბი კორძაიას პატიმრობა, რომელსაც სწორედ ამავე ბრალდებით, ამავე ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, ამეჭვებს მას უჩა ქემაშვილის დაკავებაც უმყარებს. აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ქართული ოცნება ასე და ამ ხერხებით, ამ ფორმით ცდილობს აქტიური მოქალაქეების განეიტრალებას, მათ გაჩუმებას. ამბობს, რომ პატიმრობით ვერ შეაშინებენ და რომ ყოფილიყო ჯარი მის შემთხვევაში გამოყენებული, ესეც უსამართლოდ მიაჩნია. ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანის დასჯა, იქნება ეს ჯარიმით თუ იქნება პატიმრობით, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად უსვამს ხაზს იმას, რომ ქართული ოცნებისგან უკვე ძალიან დიდი ხანია აღარაფერი უკვირს.
მას შემდეგ რაც თია წულუკიანმა გააკეთა ესეთი სამარცხინო განაცხადი, რომ გიორგი ანწუხელიძე არის თუნდაც ვიღაცის უაზრო პიარ შეწირული, მოქალაქეები შევიკრიბეთ მის სახლთან. და დროსაც სიტყვით გამოსულს ბოლოს უკვე მე შევიგინე მოღალატეებზე და მათ მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ 2008 წელს ომი საქართველოს დაწყებულია და ამაზე დაიწყეს საქმის წარმოება 166 მუხლით. მოღალატეთა საქმეთა სამინისტრო მოღალატეების გინებისთვის მასამართლებს ამჯერად და რა თქმა უნდა მოლოდინებს რაც შეეხება, რავი, იზოლატორისთვის გამოსაცვლელები მაქვს წამოღებული, ამცე რომ პატიმრობას ველოდები და საამაყოც არის ეროვნული გმირების დაცვისათვის ციხეში გამოკეტვა. დღეს დააპატიმრეს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი, მომდევნო ადამიანი კი პატიმრობის მოლოდინშია, მიუხედავად ამისა არც ერთი მათგანი დანებებას არ აპირებენ, ორივე ამბობს, რომ არ ნანობს საკუთარ დანაშაულს. ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ ის მომზადებული მოვიდა დღეს და არის დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება მის შემთხვევაში პატიმრობას გამოიყენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოსვლის შემდეგ ეს ადამიანები აანონსებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ აუცილებლად ყოველთვის ხმამაღლა იტყვიან საკუთარ სათქმელს ქართული ოცნების წინააღმდეგ.